ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დარგის განვითარებაზე ვფიქრობ, რომ ბევრი რამ ნაკლებ ეფექტიანი იქნება. სახება სამომავლოდ მთლიანად ჯანდაცვის სისტემის ცვლილებები აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ გვაქვს კიდევ გასა სამწუხაროდ, როდესაც პირველადი ჯანდაცვის და კონცენტრირება, რომელიც აუცილებელია, რომ პირველადი ჯანდაცვა ამ ეტაპისთვის შერჩეული იყო ჰიპერტენზია და დიაბეტი, მაგრამ ასევე ჩვენს პარტნიორებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჰიპერტენზიის და ტიპი 2 დიაბეტის დაწესებულებიდან რომელიც ჩაერთო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასეთი პლატფორმები იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივია მათაც აქვთ გარკვეული კითხვები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გააგრძელონ, როგორ უნდა აუწყონ ფეხი იმ გაზრდილ მოთხოვნებს, რომელი მოთხოვნებიც წესდება სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ პაციენტისთვის უფრო მაღალი ხარისხის სერვისი იყოს ხელმისაწვდომი. მეორეს მხრივ მათ აქვთ ბუნებრივია შესაძლებლობა ისაუბრონ საჭიროებებზე, რაში ხედავენ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის შესაძლებლობებს. ესეც ბუნებრივია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უკავშირის მექანიზმია და ბოლოს, რა თქმა უნდა, საუბრობენ იმის თაობაზეც, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტ ეფექტიანობაზე ვისაუბროთ რეფორმის განხორციელების პროცესში და ესეც ბუნებრივია განსაკუთრებულად ღირებულია. საბედნიეროდ გვაქვს ამ ეტაპზე ძალიან შთამბეჭდავი წარმატება ამ ეტაპისთვის, საკმაოდ მაღალი და მკაცრი მოთხოვნებია დაწესებული ამ რეფორმაში ჩასართავად, რეფორმის შედეგად დაწესებული გარკვეული საშეღავათო პირობებით სარგებლობისთვის, პირობები, რომელიც მკაცრია, იმიტომ რომ მოთხოვნებია, რა თქმა უნდა, ასეთი მკაცრი, შესაბამისად ამის დაკმაყოფილება საკმაოდ დიდმა რაოდენობამ შეძლო პირველივე ეტაპზე, მუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება დიდი იყოს რიცხვი ორგანიზაციებისა, რომლებიც შეიძლებენ რომ ჩაერთონ ამ პროგრამაში და შესაბამისად იქცნენ ამ ახალი განახლებული პირობებით სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებად. ვფიქრობ, რომ სწორ გზას ადგას რეფორმა და ძალიან სწრაფად გვექნება კიდევ მორიგი და შემდგომი შესაძლებლობების გაფართოების მორიგი ტალღები ქართულ ჯანდაცვის სისტემაში. პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე მომართული დაწესებულებების 28%, ანუ 53 დაწესებულება უკვე ჩაერთო 2026 წლის 1 მაისიდან. დაწესებულებებს უნდა დაეკმაყოფილებინა წინასწარ გაწერილი კრიტერიუმები, რომელიც მოიცავს ისეთ მაჩვენებლებს, როგორიც არის უწყვეტი სამედიცინო განათლება სამედიცინო პერსონალში, ასევე პირველად ჯანდაცვის გუნდის დაკავება 40 საათი, 25 წელს ბენეფიციარზე 1 ექიმის და ექთნის არსებობა და ელექტრონული გამართული სისტემების ფუნქციონირება. ამასთან კრიტერიუმებში ასევე გაწერილი არის შიდა აუდიტის მონიტორინგის სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. რაც შეეხება დაფინანსების მექანიზმს, არის ასაკ სპეციფიურ დაფინანსებაზე და შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების მექანიზმი, რაც იმას გულისხმობს, რომ დაწესებულებები შესაბამისი კოჰორტის ფარგლებში კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებზე მიიღებენ გაზრდილ დაფინანსებას. ერთიანი ტარიფიდან გადავედით ასაკ სპეციფიურ კაპიტაციაზე, რომ მოსახლეობას თავიანთი საჭიროებების მიხედვით აუნაზღაუროთ სერვისები, რაც მათ განახლებული პროტოკოლებით და გაიდლაინებით ესაჭიროებათ და გარდა ამისა, ასაკ სპეციფიური კაპიტაციის კომპონენტის გარდა დაფინანსების მოდელს დაემატა ასევე შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი, რაც თავის თავში მოიაზრებს იმას, რომ დაწესებულებები, რომლებიც რეფორმაში არიან ჩართულები, კონკრეტული ინდიკატორების შეფასების და შესრულების საფუძველზე მიიღებენ დამატებით დაფინანსებას. ეს გახლავთ ამ ეტაპისთვის ჯამური კაპიტაციის 10% და ინდიკატორებიც განსაზღვრულია სამინისტროს მიერ და ამის შესახებაც მიეწოდათ დაწესებულებებს ინფორმაცია. საწყის ეტაპზე ეს გახლავთ 8 ინდიკატორი, რომელიც მოიცავს როგორც იმუნიზაციის, ასევე ქრონიკული დაავადებების მართვისთვის, მაგალითად ისეთი როგორიცაა ჰიპერტენზია და დიაბეტი, რიგი გამოკვლევების შესრულებას. ეს რეფორმა მნიშვნელოვნად ემსახურება დაავადებათა ისეთი წილის კონტროლს, რომელიც მაღალ პროცენტულად იწვევს პაციენტების ლეტალურ გამოსავალს და ამაში ძალიან დაეხმარება მოსახლეობას ადგილზე. ეს არის კარდიოვასკულური დაავადებების რისკის შემცირება, ეს არის იმ ინფექციური დაავადებების რისკის შემცირება, რომელიც ბავშვებში იწვევს ძალიან რთულ და მძიმე გართულებებს. ამის საშუალებით ჩვენ შევძლებთ, რომ პრევენციულად მოახდინოთ დაავადებების დროული დიაგნოსტიკა, დროული პრევენციული მკურნალობა და ამის შედეგად შემცირება როგორც დატვირთვა სტაციონარულ სექტორზე, ასევე ის გართულებები და ის მძიმე გამოსავალი, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი პირველი მიზანია, რომ იყოს შემცირებული და გაცილებით უფრო უკეთეს ჯანდაცვას მივაწოდებთ ამ სექტორში. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ამ რეფორმის საფუძველზე შესაძლებელი გახდა, რომ როგორც ეს რეფორმა არის
შედეგზე ორიენტირებული შემდგომი ანაზღაურებით განსაზღვრული, ასევე მაღალი შედეგის ანაზღაურებით განსაზღვრული ჩვენ ხელფასების მატება ადგილობრივ კადრთან, ოჯახის ექიმებთან, რაც მნიშვნელოვანი არის და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს.